ამ დღეების განმავლობაში სულ გვეუბნებიან, რომ როგორ შეიძლება მსახიობის დაპატიმრება, როგორ შეიძლება ხელოვანი, როგორ შეიძლება დამნაშავე იყოს. იცით ვინ იყვნენ 91-12 წლების შემოქმედები, სახელმწიფო გადატრიალების, ხელოვანები, 96 წლის ქალი, ეხლაც რო აქციებზე დადის, ლანა ღოღობერიძე, ლევან ღოღობერიძის მშვენიერი ქალიშვილი. მამამისმა რომ მთელი არისტოკრატია გაჟლიტა საქართველოში. და შემდგომ ზეჯინსკი არ არის მისი ბრალი, მაგრამ როცა 91 წელი 92 წლების გადატრიალებაში გაქვს მონაწილეობა მიღებული, პასუხისმგებლობა არ აგიღია ამაზე. მერე იყავი მოქალაქეთა კავშირის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მერე სტრასბურგში გაგიშვეს ევროსაბჭოში ელჩად და თან იქ აცხადებდა ამ სოფელში როდემდე უნდა ვიყო, ჩოგოვაძე გააგდონ საფრანგეთიდან ელჩობიდან და მე უნდა გადავიდე პარიზში ელჩათო. მერე ჩამოვიდა აქ და ისევ დაიწყო ლექსების წერა, ფილმების გადაღება, ვითომაც არაფერი. ვითომაც არ დაიხოცა ხალხი 92 წელს. ვითომ 93 წელს სამოქალაქო ომთან არაფერი კავშირი არ ქონია. და დღეს იგივე ხალხი გამოდის ამას წინათ უსმენთ ლანა ღოღობერიძე. მეთქი ლანა ღოღობერიძე ლაპარაკობს. შევხედე ეკრანს და ზუსტად იგივე ხმა. შვილი უნდა დამსგავსებოდა, აბა რა უნდა როგორად დედას უნდა დამსგავსებოდა. ზუსტად იგივე ტექსტები. რომელმა აიღო პასუხისმგებლობა ნინო? ჩვენ პატარა ბავშვები არა ვარ. ვინ აიღო ის სახელმწიფო გადატრიალებაზე პასუხისმგებლობა? ვინ აიღო მამუკა ტერაშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა? კი, მხედრიონელები და გვარდიელები ატერორებდნენ ქალაქს და ძალიან კარგად მახსოვს. არა, ვინ მისცა ნება? კომენდატურა იდეოლოგიური საფუძვლები ვინ მოუმზადა? დღეს ამბობენ, როგორ შეიძლება ხელოვანი იყოს დამნაშავე? კარგად შეიძლება. ხელოვანის ხელიდანაც შეიძლება გავარდეს ტყვია და გაისრულოს ლიმონკა. ხელოვანის ხელიდანაც შეიძლება, იმიტომ რომ ადამიანია ისიც. და გამოჩნდება სასამართლოზე ყველაფერი, ვინ არის დამნაშავე, ვინ რაშია დამნაშავე და ვიზე რა კადრები არსებობს იქ, რა მტკიცებულებები არსებობს და ყველგან კამერები აყენია ეხლა მთელი რუსთაველის პროსპექტზე. არა, როგორ შეიძლება ბავშვები ციხეში დაიჭირონ, როგორ შეიძლება კამერის მოტეხვა, როგორ შეიძლება პარლამენტის შენობაში ცეცხლგამჩენი ნივთიერების შეგდება, როგორ შეიძლება და ოთახის გადაწვა, როგორ შეიძლება პარლამენტის კარზე ცეცხლის წაკიდება, როგორ შეიძლება ეს ხო შეიძლება რა და ამის გამო ადამიანების დაჭერა რატომ არ შეიძლება არა ისე არის რეჟისორები არიან, ხელოვანები არიან რაში მაინტერესებს ქვეყანას ვინ გადაწვავს და ვინ ამობუგავს პასუხისმგებლობა ყველას ერთნაირად მეკისრება ამას წინათ მოვისმინე მე არ ვიცოდიო ჩემზე 4-5 წელი უფროსი ასაკის ადამიანი ну მაშინ ახალგაზრდულ მოძრაობაში იყო ძალიან აქტიურად ჩართული ტურაშვილი მე არ ვიცოდიო თუ ისე მოხდებოდა და ის შედეგები მოყვებოდაო 91-12 წლების გადატრიალებას მესმის რომ ეხა დათა ტურაშვილი რაღაცა სხვანაირი ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს და რა თქმა უნდა ჯერა რომ ნანობს ეხლა იმიტომ რომ მან ადრეც სხვათა შორის შემეშალა ესეთი ის არა აქვს ამ ადამიანს რაღაცა სადისტური მიდრეკილება სვერპლის რაღაცა ადამიანის მიმართ ძალადობის ხო არა აქვს ეხლა ჯერ მე ხო ვიყავი მასზე პატარა მე ხო ვიყავი 20 წლის როცა ის იყო 24 წლის მე თუ ფიქრობდი რომ ცუდი იყო 91-12 წლის ის იანვარ დეკემბერიანი სახელმწიფო გადატრიალება თვითონ რატო არ ფიქრობდა და ჩემზე უწინო იყო და ძალიან ბევრი ადამიანი მაშინ ხო ამბობდა რომ ამის გაკეთება არ შეიძლებაო იმათ რატო არ მოусმინეს და დღესაც ხო ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან გონიერი ადამიანი ამბობს რომ რასაც თქვენ აკეთებთ ამის გაკეთება არ შეიძლება ძალადობით ხელისუფლების დამხობა არ შეიძლება და მერე როდესაც მართლა ქვაქვაზე აღარ დარჩება ამ ქვეყნისგან როდესაც საქართველოს საზღვარზე თურქეთი არის მომზადებული უკვე მომზადებული არის თურქეთი და რუსეთს არანაირი მომზადება არ ჭირდება აგერ საქართველოსია ნახევარ საათში შეუძლია სამეგრელო აიღოს და შიდა ქართლი აიღოს. თუ უნდა გონი აზერბაიჯანი არ არის მომზადებული. აზერბაიჯანი მომზადებულია. სომხეთი მომზადებულია. ჩვენ ქვეყანას დავკარგავთ. ვიღაცისთვის შეიძლება ეს უბრალოდ ტერიტორიაა და ჩვენთვის სამშობლოა ეს. და ჩვენ რაც დაგვემართა 90-იან წლებში, სწორედ იმიტომ დაგვემართა რომ მაშინ ჩვენ ბოლომდე არც ქონდა გააზრებული. კი ბატონო. კი ბატონო. მაგრამ დღეს ხო გვაქვს ეს გამოცდილება, კაცო. დღეს ხო ხედავთ რა შეიძლება მოყვეს. აკერმანი რო ლექციებს უტარებდა ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, რატო არ გაუჩნდა იმას შეკითხვა რომ გიჟივით რო ლაპარაკობდა პირველი არხის ეთერში სავანელი, რატო არ გაუჩნდა შეკითხვა მე რა შუაში ვარ, რეჟისორი ვარ, აქ მე რატო ვარ? რატო ვარ აკერმანის ლექციებზე მე ხელოვანი ადამიანი უნდა ვიყო თეატრში, უნდა სპექტაკლს გლავდე, უნდა ფილმს ვიღებდე. აქ რატო ვარ ამ სემინარებზე? რას ვაკეთებ მე აქ? მაგრამ არა, ყველამ ძალიან კარგად იცოდა რაც იყო. ფრანკლინის კლუბში რომ ბავშვებს უშვებთ, მშობლებს ვეკითხები.
რა არის ისთვის წვრთნიან? არის რაც ასწავლიან? ვინ დადის დღეს აქციებზე? ფრანკლინის კლუბი, აკერმანის ნაბიჭვრები პირდაპირ ასე ვიტყვი, კი, პირდაპირ ასე ვიტყვი, იმიტომ რომ ნაბუშარი, კიდევ ერთი ცუდი სიტყვა უნდა ვთქვა. დღეს უხამსი არ იყო. არა, დღეს არა, გინებას არ დააწერთ, რა თქმა უნდა. დღეს მოვისმინე პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ამბობს. თქვენ ხო იცითო, ჟურნალისტებს ეუბნება, იციან ეს ჟურნალისტებმა. ამან ხო იცითო და ამიდასტურეთო, ანუ. თქვენ ხო იცითო, რომ საქართველო ჩემი გულიაო და ჩემ გულშიაო. აი ეხლა მაჩვენეთ საქართველოში ერთი დუპლეტი, რომელიც დაიჯერებს, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ტუსკი გულში არის საქართველო. ან რატო უნდა იყოს? თანა ჩემი გულიაო და ჩემს გულშიაო, ანუ გულის გულში ყოლი ვართ ტუსკის. ხალხო, ამათ მე მგონი არ გონივართ ჩვენ ნორმალურები. ეს როგორ უნდა აკადრო ხალხს, აუდიტორიას, თუნდაც პოლონელებს როგორ უნდა აკადრო ეგ რომ საქართველო შენი გულის გულშია. პოლონეთის ადგილი აღარ დაგჭება, კაცო. რა თქმა უნდა. და გონდო. ამას იჯერებს ხალხი და მე რატო ბრაზდებიო? როგორ არ გავბრაზდები? ტელევიზიები ფორმულა პირველი მთავარი არხი, ნუ ეხა კავკასიას და იმებს აღარ ჩამოთვლი, ტყუილები პარტიული პროპაგანდის საშუალებები არიან. მათი თანამშრომლები მოდიან საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ამბობენ, იცით რა არის, თქვენ უნდა დაგვითმოთ ეთერი. კაცო, თქვენი ეთერი არ ყოფნით? თუ გინდათ აბესალობით დაისვით, მაგრამ ჩვენ დაგვანებეთ თავი. ჩვენ გვინდა ნორმალურ გადაცემას მოусვინოთ რაც ხდება რეალურად და არა იმას, რისით ჩვენებაც თქვენ გინდათ. კი ბატონო, დასხდნენ. იდიოტობების მეტი არაფერი მესმის მაგათი გამოგზავნილი ხალხისგან. ნორმალური მაინც გამოგზავნეთ ეთერში სალაპარაკო.